ამ კვირაში უკვე მესამედი იმართება მსჯელობა საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით ბრიუსელში და საგარეო საქმეთა მინისტრების დონეზე ჩატარებული და მიღებული გადაწყვეტილების შემდეგ ახლა უკვე ევროკავშირის სახელმწიფოების პირველი პირები, ლიდერები, პრეზიდენტები და პრემიერები გამართავენ მსჯელობას საქართველოში განვითარებულ პროცესებთან დაკავშირებით. საქართველოს დღის წესრიგში არის ბოლო საკითხი და ევროპელი ლიდერების მხრიდან გაძლიერებული ყურადღება საქართველოში მიმდინარე პროცესებთან დაკავშირებით ადესტურებს იმას, რომ ის რაც ახლა ქვეყანაში ხდება, კატეგორიულად მიუღებელია ისეთი ქვეყნები ევროპისთვის განსაკუთრებით იმ ფონზე, როდესაც საქართველოს აქვს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსი. ამ შეხვედრას პირველად უხელმძღვანელებს ანტონიო კოშტა, პორტუგალიელი ლიდერი, რომელიც პირველად ჩაატარებს ევროპული საბჭოს სამიტს ამ ფორმატში და მას უკვე ჰქონდა საუბარი საქართველოს პრეზიდენტთან, სატელეფონო საუბარი, შესაბამისად ის სრულად არის ინფორმირებული საქართველოში განვითარებულ პროცესებზე და შესაბამისად მას ის შეეცდება ახლა მსჯელობა გამართოს მას შემდეგ რაც ლიდერებმა ევროკავშირის მინისტრებმა უკვე მიიღეს დიპლომატიური პასპორტების დასანქცირების გადაწყვეტილება დამატებით ხომ არ მიიღებენ ევროპელი ლიდერები ზომებს ოლიგარქის არაღიარებული რეჟიმის წინააღმდეგ მოსალოდნელია რომ იქნება მსჯელობა ინდივიდუალურ სანქციებთან დაკავშირებით და იმ შემთხვევაში თუ ვიქტორ ორბანი და უკრაინის და სლოვაკეთის ფიცო ისევ შეეცდებიან ერთიანი სანქციების დაწესების დაბლოკვას არ არის გამორიცხული რომ ლიეტუვის, ლატვიისა და ესტონეთის შემდეგ უკვე ევროკავშირის წევრმა სხვა სახელმწიფოებმაც ეროვნული სანქციები დაუწესონ ოლიგარქის რეჟიმს. დრო არის რომ კიდევ უფრო მძიმე ასე ვთქვათ ზეწოლის მექანიზმები ამუშავდეს. ამიტომ მე მაქვს მოლოდინი, რომ უკვე ბალტიისპირეთის ქვეყნების მსგავსად ევროკავშირის მთელი რიგი სახელმწიფოები ინდივიდუალურ რეჟიმში დაიწყებენ რეჟიმის სანქცირებას და რადგან პუტინის და ბიძინა ივანიშვილის საერთო მოკავშირე ორი სახელმწიფო ლიდერი უნგრეთის და სლოვაკეთის საერთო დონეზე ერთიან სანქცირებას ბლოკავს, გამოსავალი ამ შემთხვევაში არის სწორედ ეს და ვფიქრობ, რომ ჩვენ უახლოეს დღეებში ვიხილავთ, რომ მთელი რიგი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოები დაასანქცირებენ ამ რეჟიმს. ჩვენ ვიცით, რომ 16 დეკემბრის საგარეო მინისტრების შეკრებაზე საბჭოზე განიხილებოდა უკვე დიპლომატიური პასპორტების სანქცირება, რაც პირდაპირ ნიშნავს სახელისუფლებო სანქციებს იმგვარად, რომ არ დაზიანდეს ქართველი ხალხი, საქართველოს რიგითი მოქალაქეები. ეს არის უმძიმესი გადაწყვეტილება და განაჩენი ივანიშვილის რუსული რეჟიმისთვის და ახლა ალბათ ამ მომდევნო შეხვედრებზე ჩვენ ვნახავთ კონკრეტულ ნაბიჯებს იმისთვის, რომ ეს პოლიტიკური გადაწყვეტილება ივანიშვილის ბიუროკრატიის და იმ რეჟიმის წევრების სანქცირების, რომელზეც ივანიშვილი დგას, ამ გადაწყვეტილების მოქმედებაში მოყვანის ნაბიჯებს დავინახავთ. თვითონ ის ფაქტი, რომ ევროკავშირმა პირველად მიიღო საქართველოს ხელისუფლებისთვის დიპლომატიური პასპორტების დასანქცირების გადაწყვეტილება უკვე არის განაჩენი ქართული ოცნებისთვის, რადგან ასეთი რამ პრაქტიკულად საქართველოს დამოუკიდებლობის ისტორიაში არასდროს მომხდარა და დღეს საქართველოს ყავს მთავარი ევროპელი სტრატეგიული პარტნიორისგან დასანქცირებული ხელისუფლება, თუმცა ბრიუსელში არის მოლოდინი რომ და საქართველოშიც არის მოლოდინი რომ ბრიუსელი ამ გადაწყვეტილებაზე არ შეჩერდება და იქნება უფრო მეტი ბერკეტი, რომელიც შესაძლოა ევროკავშირმა გამოიყენოს ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ. თვითონ ის, რომ დიპლომატიური პასპორტების მქონე პირებს, ვინც არიან, რა თქმა უნდა, ხელისუფლების მაღალჩინოსნები და პოლიტიკური პირები აქვთ სანქციები, ნიშნავს იმას, რომ ისინი უკვე არიან პერსონა ნონ გრატა ევროკავშირისთვის და ის პრივილეგიები, რომლებთაც ისინი სარგებლობენ საქართველოს ტერიტორიაზე, ვეღარ ისარგებლებენ ევროპის ტერიტორიაზე, რადგან უკვე ისინი არიან ოფიციალურად შავ სიაში შეყვანილი პირები. აქ სრულად სხვა დატვირთვა აქვს ამ გადაწყვეტილებას. აქ ეს დატვირთვა არის ის, რომ ევროკავშირის წევრი ქვეყნები არ აღიარებენ საქართველოს დიპლომატიური პასპორტების მფლობელთა სტატუსს. ეს პირდაპირ კავშირშია ამ ადამიანებს, ამ ჯგუფის
აღიარებასთან, როგორც ასე ვთქვათ, მართველი გუნდის. ეს არ ხდება ევროკავშირის მხრიდან. ისინი მიანიშნებენ, კი პირდაპირ ამბობენ, რომ ეს ადამიანები არ არიან სასურველი იმ სტატუსით, ანუ დიპლომატიური პასპორტის სტატუსით ამ ევროკავშირის ზონაში, შენგენის წევრ ქვეყნების ზონაში. თვითონ მინდა ხაზგასმით აღნიშნო, რომ მსგავსი გადაწყვეტილება აქამდე არასდროს არ ყოფილა მიღებული საქართველოსთან მიმართებით. ასეთი მძიმე მდგომარეობა საქართველოსა და ევროკავშირის ურთიერთობებს შორის არასდროს ყოფილა იმ ფონზე, იმ დროს, როდესაც ევროკავშირი დღეს უკვე უნდა მსჯელობდეს იმაზე, გაუხსნიან თუ არა საქართველოს გაწევრიანებაზე მოლაპარაკებებს და ეს გადაწყვეტილებები უახლოეს პერიოდში უნდა მიეღო ევროკავშირს. ეს პროცესი სრულად არის გაჩერებული და ევროკავშირი ამის ნაცვლად მსჯელობს იმაზე, თუ როგორ უნდა აგებინოს პასუხი იმ პირებს და იმ მაღალ ჩინოსნებს, რომლებიც საქართველოში პასუხისმგებელნი არიან ადამიანის უფლებების დარღვევების საქმეზე და დღეს საქართველოს მნიშვნელოვნად ჩამორჩება ამ კუთხით ისეთ ქვეყნებს, როგორიც არის უკრაინა და მოლდოვა. შესაბამისად, ევროპული საბჭოს ამ სამიტიდანაც უნდა იყოს ძალიან ძლიერი და მკაფიო გზავნილები ოლიგარქის რეჟიმის წინააღმდეგ, რომ ადამიანის უფლებების დარღვევას ევროკავშირი ქართულ ოცნებას არ აპატიებს.